რეგიონული განვითარების მინისტრმა რუსთავის წყალმომარაგების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კომპანია GVP მინისტრს რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროექტები წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეგიონული განვითარების სამინისტრო GVP-ს მიერ განხორციელებულ ყველა სამუშაოს მონიტორინგს გაუწევს. განხილეთ მიმდინარე პროექტების განხორციელების მდგომარეობა. ეს პროექტები დაგეგმილი იყო 2025 წლის დასაწყისში. არის გარკვეულწილად წინსვლა. გვაქვს ასევე პროექტები, რომელთა მიმართებაშიც არის გარკვეული საკითხები, რომელიც მეტ ყურადღებას მოითხოვს მათი მხრიდან და მივიღეთ დაპირება, რომ უმოკლეს ვადებში ეს იქნება ამოწურული. რუსთავის მხრიდან დაყენებული იყო საკითხი, რომლის ტემპი რაც პროექტების განხორციელების კუთხით არის საკმარისი, რომ მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენი ქალაქის წინაშე დგას, განსაკუთრებით აქცენტი გავაკეთეთ წყალმომარაგებასთან ერთად საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებაზე. ჩვენ შევეხეთ როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან გეგმებს, რათა რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები იყოს სტაბილური და მომხმარებლის მომსახურების სტანდარტი ეტაპობრივად სტაბილურად გაუმჯობესდეს.